ვიფიქრე ეს ვიდეო უნდა გადამეღო თუ არ გადამეღო, მაგრამ მაინც გვიან კიდე უფრო ცუდად მომიწევდა გადაღება და ჯობია რომ მალევე გადავეხო, იმიტომ რომ უკვე დაგვიანებული არის. მე ამ ვიდეოში კონკრეტულად არავის არ შევეხები, მაგრამ თუ ვინმეს უნდა რომ შეიხოს, პრობლემა არ არის. უნდა ახსნა ამ ბიზნესში მე როგორ მგონია ჩემი თავი, ვინ მგონია ჩემი თავი და ჩემი საქციელებით საიდან გამომდინარეობს. იცით რომ ამ ბოლო დროს რამოდენიმე სარკასტული ვიდეოს გადაღება მომიწია. მოდი თავიდანვე გაგაფრთხილეთ, რომ ეს ვიდეო ალბათ არ არის პირთა ფართოცრისთვის განკუთვნილი და არის მარტო იმათთვის, ვინც ჩვენს საქმიანობაში, ჩვენს სფეროში საქმიანობს, დაინტერესებული ან მომავალში უნდა ისაქმიანოს, ან მოკლედ ქარგაი ხალხისთვისაც შეიძლება იყოს საინტერესო. და შეიძლება გადასკროლეთ, მოკლედ თქვენი საქმე ალბათ აქ არაფერი არ არის. დავიწყოთ ცოტა გრძელი ამბიდან. მე ამ საქმეს ვაკეთებ უშუალო დეტეილინგს დაახლოებით 8 წელზე მეტია. ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც ეს დაიწყო. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ამ დეტეილინგისთვის მაქვს მიძღვნილი ჩემი დროის, აი, ძილი რო გამოვაკლოთ, ისიც ცოტა მძინავს 80%. 10%-ს ალბათ არც კი ვახერხებ, რომ დავუთმო ოჯახს. შეიძლება 10%-ის გადაჭარბებული იყოს. დანარჩენი 10% კი გჭირდება უკვე იმისთვის, რომ სამსახურიდან სახლამდე მივიდე, თვეში ერთხელ თმა შევიჭრა და ასეთი რაღაცები. მოკლედ, ჩემი მიზანი არის, რომ ამ საქმეში ვიყო პირველი. შვილი მყავს, რომელიც 8 წლის არის და იმისთვის ბევრად ნაკლები დრო მრჩება მე, ვიდრე ჩემი საქმის კეთებისთვის ვჭირდება. ხო და ამ ყველაფერს იცით რატო ხსნი? იმიტომ რომ ამ საქმეში მე ვერავის ვერ მივცემ უფლებას შემოვიდეს და არასწორად აკეთოს ეს საქმე და ზიანი მომაყენოს მე. ან ზოგადად ამ საქმის კულტურას საქართველოში. ეხლა მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. უკვე კარგახანია ადამიანი აკეთებს პოლირებას და პოლირებაზე პირდება საკუთარ მომხმარებლებს, რომ შესაღებ მანქანასაც კი პოლირებით გაუსწორებს. ამაზე ყველა ერთად გავიცინეთ. მახსოვს მე თავიდან როცა დაიწყო თავისი კონტენტის კეთება, წარმატებული პოლირების სპეციალისტები როგორ ღლაბუცობდნენ ამ თემას და კარგად სცენია ეს ყველაფერი კომენტარებს. იცით ამის მერე რა მოხდა, რომ ხმარავინ არ მოიღო? დაემატა და დაემატა მსგავსი ვიდეოები. უფრო და უფრო მოუმატა პარს იმ ადამიანმა და ხალხს პირდება, რომ პოლირებაში გაასწორებს იმას, რაცაც შეხება სჭირდება. შედეგები იცი როგორია? მაგალითად, 3 თვის წინ მე ბათუმში, ჩემ გარაჟში ვზივარ, საქმიანობ, მოდის მომხმარებელი, მაჩვენებს მანქანის ბამპერს, სადაც საღებავი ამოტეხილია და მეუბნება, რომ პოლირებით გამიტეთ. მეუბნები, რომ მე ამას პოლირებით ვერ გავაკეთებ, ამას სჭირდება ღებვა. აი, შენ ვერ გააკეთებ, ესე იგი არ იცი, მე ვიცი ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს. კი ბატონო, ჩემი მიზანი არასდროს არ ყოფილა, რომ იმ მომხმარებელს ახლა დაუწყო ლაპარაკი, რომ იცი რა, არა, ჯიგარო, მაგას მასე ვერ გააკეთებს, სხვანაირად გააკეთებს, შენ დაუშვა შეცდომა შეგიყვანს თუ როგორც არის. ეს ჩემი მიზანი არ არის. არასდროს მე არ შევდივარ კამათში მომხმარებელთან, ჩემი მარტივი პასუხია, ენაცვალოს ჩემი და მიბრძანი გააკეთე იქ. ეს ადამიანიც ქარგაი იყო. და თქვენ იცით ეს მანქანის მოყვარული ადამიანები ხშირად ერთად იკრიბებიან, ერთად რეცხავენ მანქანებს, ერთად სვავენ ყავას, მეც ხშირად ვარ მათთან ერთად. ეხა იქ მიდის ესეთი ლაპარაკი, რომ ლაშამ თქვა უარი და ვერ გააკეთა ისეთი რაღაცა, რაშიც ლაშა პირველია იმ საქმეში და აქ პრეტენზია, იმიტომ რომ პირველი ვიყავი, ვინც დაიწყო, პირველი ვიყავი, ვინც დეტეილინგ აკადემია გახსნა, პირველი ვიყავი, ვინც ამდენი მოსწავლე გაზარდა, შოპი მაქვს, სერვისი მაქვს და მე ჩემი თავმოყარება მაქვს, რა თქმა უნდა, პროფესიული. და ვიღაც ადამიანი იძახის, რომ პოლირებით აკეთებს იმას, რასაც ლაშა ვერ აკეთებს. ესეთი მე არ მეგულება სამყაროში არავინ არა თუ საქართველოში, მაგრამ კაი, ჯანდაბას, წავიდა მომხმარებელი, ჩავიდა იმასთან, ბათუმიდან წავიდა და ჩავიდა. დაბრუნდა უკან პოლირებით გაკეთებული შეღებილი ბამპერით. მომიყვანა მანქანა და იმ საზოგადოებაშიც ესე გააბაზრა, რომ შესაღები ბამპერი პოლირებით მეთოდოლოგიურად ისე გაცხელდა, რომ საღებავმა პირი შეკრა, დაიხურა ეს ამოტეხილი კრატერი და პოლირებით გასწორდა. რაც არის ზღაპარი. და იმ ახალი შეღების კვალი ზოლად რომ იყვებოდა, იმაზე ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო გაცხელების შედეგად დატოვებული ზღვარი. აი, აბსოლუტური სისულელე. და საბოლოო ჯამში ესეთ შედეგს ვიღებთ, რომ ლაშამ პოლირება არ იცის, ლაშას კომპანიაში პოლირება არ იციან და პოლირება იცის იმან, აქ სადღაც რომელიღაც ქვეყანაში ნასწავლი და უკეთესად აკეთებს. და რეალურად მანქანას ღებავს. ხო და იცით როგორ არის?
ამ ადამიანმა მოლოდინები შექმნა არასწორი და არასწორი მოლოდინებით პრობლემა შექმნა მთელ ბაზარს და არა მარტო მე. ამიტომაც იწერება ხა ეს ვიდეო და ამიტომაც ჩაიწერება მომდევნო ყველა ის ვიდეო, როცა ვიღაც დამწყებები იმის გამო რომ მოიზიდონ მომხმარებლები აბსურდულ ტყუილებს დაიწყებენ. ასეთი ტყუილები არის მაგალითად ვანუატუს სტილის პოლირება, ანტიგუა და ბარბუდან ჩამოტანილი მაზი და ისეთი რაღაცები, რაც ზღაპარია მოკლედ რა. კიდე რამდენიმე დღის წინ გადავიღეთ ჩვენ ვიდეო ქუთაისში. კარგი საზოგადოება აკეთებდა დიტეილინგს და რეკლამის სახით პატრილინგს მიასხეს წყალი, ის წყალი დალიეს და თქვეს რომ ეს არის ნამდვილი დიტეილინგი. იმიტომ გადავიღე მე ვიდეო და ჩავწერე შარჟი, რომ ეგრეც არ შეიძლება მეგობრებო. თქვენ რაც გაგიხარდეთ ის აკეთეთ, მაგრამ პასუხი მაშინ უნდა მიიღოთ. აგიხსნით ახლა რატო არ შეიძლება. დიტეილინგი ფართოცნება და არის ბევრი მომსახურება შიგნით. არის მაგალითად პოლირება, არის ნანოკერამიკა, არის წმენდა. კიდე ბევრი რაღაცა არის, ფირის გადაკვრა, ბევრი რაღაცაა დიტეილინგი. მაგრამ დიტეილინგის დროს, მაგალითად, ჩემთან მოიყვანა მანქანა პოლირებაზე ადამიანმა, ხო? მე გავრეცხე მანქანა და დავიწყე პოლირება. არკის იმ დონეზე გამორეცხვა, რომ წყალი მივასხა და ისე სუფთა ჩამოვიდეს, რომ ჭიქით წყალი დავლიო, ეს ამ მომსახურებაში არ შედის. ცალკე სერვისი და ღირს 300 ლარი. დაკიდების სისტემის რეცხვა საბურავის მოხსნით, საბურავის დისკის წმენდა მოხსნილზე, საბურავის გარეცხვა და გაშავება, დისკის მოხსნა მიყენება, არკაში თაღის გარეცხვა, ამორტიზატორის გარეცხვა, სუპორტის და პატრილინგის და ყველაფრის გამორეცხვა, გამოჩახჩახება, ცალკე სერვისი და ღირს 300 ლარი. როცა შენ ამ სერვისს იძახი, რომ ეს დიტეილინგია და მე პოლირებას ვაკეთებ და ამასაც ვაკეთებ და ეხლა წყალს დალევ, ეს არის ბაზრის გაფუჭება. და ამიტომაც დავჩავთვალე საჭირო და ვერ მოგეცით მე იმის უფლება, რომ თქვენ ხალხს ასწავლოთ, რომ ეს არის დიტეილინგი. ეგ არ არის დიტეილინგი. როგორც სილამაზის სალონში მიდიხართ და თმის შეჭრა გინდათ და იქ ცალკე ჩხილის გაკეთება არ არის ერთ და იგივე სერვისი, აი ეს არ არის ერთ და იგივე სერვისი მანქანის პოლირების დროს, რომ გამორეცხო ის თაღი ისე როგორც საჭირო არის. და ამიტომაც ჩავწერე ის ვიდეო. მე არ მოგეცით თქვენ ჩემი ჭკუით და ჩემი შეძლებით იმის საშუალება, რომ ბაზარი გააფუჭოთ. ამას იქით დღეის თუ ვინმე შეეცდება, რომ ამ ბაზარზე შემოიტანოს არასწორი ინფორმაცია და მომხმარებელს შეუქმნათ არასწორი მოლოდინები, მე ყოველთვის ვიქნები ელჩი და მცველი ამ კულტურის საქართველოში განვითარების და ასეთ ვიდეოსაც ჩავწერთ. ფიზიკურადაც შემოვალ თქვენთან საუბარშიც, კამათშიც, უფრო მეტის თუ გაგეხარდეთ, არ გეგონოთ რომ ვინმე უკან დამხევი არის, როცა გაგეხარდეთ, სადაც გაგეხარდეთ, ჩემი ნომერი ყველგან წერია, მუდმივად სამსახურში ვართ, სადაც გაგეხარდეთ, შეგვიძლია ჩვენ ინფორმატში გადავიტანოთ თუ რამე კამათი გექნებათ ამასთან დაკავშირებით. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ყველას მთელი გულით.